დღეს 7 აგვისტოა. ეს დღე თითოეული ქართველისთვის არის ტრაგედია. რა თქმა უნდა, ომი არის ტრაგედია. მეორე მხრივ ამ დღეს მოაქვს თითოეულ ქართველში სიამაყის გრძნობა, რადგან ამ დღეს სრულიად ქართველი ერი, ქართულ ჯართან და სახელმწიფო მანქანასთან ერთად გავერთიანდით და ერთად შევებრძოლეთ რუსულ აგრესიას. ომი რასაკვირველია, ცუდია, მას მოაქვს მსხვერპლი, ნგრევა და უბედურება. ამავდროულად ჩნდებიან გმირებიც, რომლებიც გმირულად იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შინდისის გმირები, ანწუხელიძე და ყველა მებრძოლი, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. დღეს ადგილი აქვს ისტორიის გადაწერის მცდელობას და რეჟიმი გვიმტკიცებს, რომ ანწუხელიძე თურმე წინა ხელისუფლების პიარს შეეწირავ. გვეუბნებიან 9 აპრილს უპატრონო გოგობიჭები იდგნენ რუსთაველზეო, აბა პატრონიანი ბავშვს გარეთ ხომ არ გამოუშვებდაო. ვარდების რევოლუცია თურმე რევანშისტების